დარეგისტრირებული 1966 წელს მანილაში ორგანიზაციაში გაერთიანებულია 67 ქვეყანა. მიზანია დაეხმაროს მის წევრ ქვეყნებს განვითარებასა და სიღარიბის დაძლევაში. ღარიბი ქვეყნების დახმარებას უზრუნველყოფს ინვესტიციებით. ეს არის მოკლე ინფორმაცია აზიის განვითარების ბანკის შესახებ, რომელიც 2010-2011 წლებში საქართველოში მილიონიან პროექტებს იწყებს. მოლაპარაკებები ძირითადად შეხებოდა აზიის განვითარების ბანკის მომავალ არსებულ პროექტებს და ასევე მომავალ აქტიურობას საქართველოში, რაც ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საინვესტიციო პროექტები და მეორე არის კერძო პორტფელი, ბანკის კერძო პორტფელი. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ თანხები საქართველოსთვის 3 ძირითადი მიმართულებით გამოიყოფა. მათ შორის პირველი იქნება გზების რეაბილიტაცია. პროექტის თანახმად გზა აჭარაში სანაპირო ზოლიდან მოშორებით გადაინაცვლებს. დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რისთვისაც $400 მილიონ თანხა გამოიყოფა. მესამე პროექტი ურბანული ტრანსპორტის რეაბილიტაციას გულისხმობს. სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების გარდა თანხა გამიზნული იქნება ქართული ბანკებისთვისაც, მცირე და საშუალო ბიზნესზე სესხების გასაცემად. ბაინდურაშვილი ამბობს, რომ პირველი ტრანში, რომელიც ბანკებისთვის გამოიყოფა, $70 მილიონი იქნება. ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა აზიის განვითარების ბანკის საქართველოში შემოსვლის პერსპექტივას პოზიტიურად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ პროექტების განხორციელება დამოკიდებული იქნება მთავრობაზე და იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ბანკთან უშუალოდ ითანამშრომლებენ. ეს დამოკიდებული არის რამდენად წარმატებულად და გამჭვირვალედ იქნება რეალიზებული თითოეული ეს პროექტი. აქ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა და აქვს თვითონ საქართველოს მთავრობის საქმიანობას და გარდა ამისა იმ კონტრაქტორი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც განახორციელებენ აზიის განვითარების ბანკის დაკვეთით სხვადასხვა სამუშაოებს. კიდევ ერთ ექსპერტს იმედი აქვს, რომ ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალურ შეთანხმებას ეფუძნება. თუმცა დემურ გეორხელიძეს ამ საკითხზე ერთი მთავარი კითხვა აქვს: რატომ კეთდება აქცენტი სახელმწიფო პროექტებზე? აქცენტი როგორც ჩანს, ისევ სახელმწიფო პროგრამებზეა გაკეთებული, სახელმწიფო პროექტებზეა გაკეთებული. ეს მაინც კარგი არ არის, მაგრამ დატოვებულია როგორც ჩანს რაღაც ნაწილი კერძო სექტორისთვის და ეს ძალიან კარგი იქნება. აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების სხვა დეტალები არ ხმაურდება. კახა ბაინდურაშვილს თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ ბანკის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ და მოლაპარაკებები გაგრძელდება. საერთო ჯამში მანილაში დარეგისტრირებულმა ბანკმა საქართველოსთვის $1 მილიარდი უნდა გამოყოს.